ყველაფერში ხო სულ კაცები ლაპარაკობენ და მოდით მეც ვიტყვი. ხალებს აბა გთხოვთ და არ ამბობთ არაფერს. მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხე გურამის ეს ნამუშევარი და პირველ რიგში გურამის ოჯახსაც და მეგობრებსაც ვულოცავ ამ წიგნსაც და გურამის არსებობასაც, რადგან ნებისმიერი ტექსტი ყველაზე უკეთ მეტყველებს ჩვენს თავებზე და ავტორზე. როდესაც სარჩევმა არ მოგატყუოთ წიგნს, როდესაც წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში, შევინარჩუნოთ ადამიანობა, დავრჩეთ ადამიანები და არ ვიყოთ ნივთები. სწორედ ამაზეა წიგნი მე როგორც გავიგე და იმედია სწორად გავიგე. რამდენჯერმე მოვიწია დაბრუნება ტექსტთან და სხვათა შორის 152-153 გვერდები მეც გავხაზე. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, მივცეთ წახალისება მეტი წეროს და გურამის ენა, სტილი, გემოვნება გონია, რომ ძალიან საჭიროა დღევანდელი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მივეჩვიეთ ტექსტებს ყვითელი პრესიდან და ჩვენ გვჭირდება ლიტერატურა, რომელიც გაუძლებს დროს და ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარს დავით კლდიაშვილი და აი გურამიც რაღაცა მგონია, რომ ამ კონტექსტშია და მინდა რომ ბევრი იყოს, ბევრი წეროს და არ მინდა რომ დაგასპოილეროთ და მადლობა გურამს ამ წიგნისთვის, მისი წიგნებისთვის და ზოგადად არსებობისთვის. გილოცავ დაბადების დღეს და ყველა მის მეგობარს გულოცავ გურამის არსებობას. მადლობა. დიდი მადლობა პირიქით რომ არსებობ.